ხო, ნახე, საუდიელებმა ბევრი ინფორმაცია არ გაამჟღავნეს, მაგრამ თქვეს, რომ მათ შეაჩერეს და ჩამოაგდეს 3 დრონი, რომლებიც ერაყიდან მოდიოდა. ეხლა დრონების რაოდენობა ძალიან გავს იმას, რაც გუშინ ვიხილეთ, როცა ისინი თავს ესხმოდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროების ბარაკას ბილთულ ელექტროსადგურს. 2 დრონი შეაჩერეს, ხოლო ერთმა დაარტყა ელექტროგენერატორს ობიექტის შემოგარენში. ამიტომ ვფიქრობ, ამას სხვაგვარად ვერ აღვიქვათ. მაგრამ ირანმა გააგზავნა შეტყობინება, რათა გაეფრთხილებინა არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი თავი შეეკავებინათ ირანზე თავდასხმაში მონაწილეობაზე. გულისხმობ იმას, რომ ვიცით, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი ერთადერთი 2 ქვეყანა იყვნენ, რომლებმაც ირანს ომის დროს შეუტიეს. ეს ინფორმაცია ბოლო დროებში გავრცელდა და ეხლა ვხედავთ ირანის პასუხს, რომელიც ერაყის მეშვეობით მოდის. ამიტომ ამჟამად რასაც ვხედავთ არის ის, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ყველა თავდასხმა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებზე ერაყიდან მოდის. უფრო კონკრეტულად კი ერაყის შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან. პროირანული შეიარაღებული დაჯგუფებები, რომელთაც ბრძანება აშკარად თეირანიდან აქვთ მიღებული. ეხლა ამას მე არ ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ემირატების პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ოფიციალური განცხადება ირანს ამ თავდასხმების უკან არ ადანაშაულებს. ალი ალ-ნუაიმი, ერთ-ერთი უმაღლესი ემირატელი უსაფრთხოების ოფიციალური პირი, ამბობს, რომ ირანი ამ თავდასხმის უკან დგას. ამიტომაც ვხედავთ, რომ ირანი ამ თავდასხმების უკან დგას, როგორც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ასევე საუდის არაბეთში, რაც ემთხვევა ინფორმაციას, რომ სწორედ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და საუდის არაბეთმა განახორციელეს სამხედრო თავდასხმა ირანზე. ამიტომ ეს კიდევ ერთი სიგნალია თეირანიდან აბუ-დაბისა და ერ-რიადისთვის, რომ თავი შეიკავონ ირანის წინააღმდეგ უფრო სარისკო ნაბიჯების გადადგმისგან. ეს გზავნილი ამ ქვეყნებში ასე არ იქნება მიღებული. რა იქნება პასუხი? ასე რომ შეიძლება ვიხილოთ, რომ ეს 2 ქვეყანა ამ საკითხს თითქოს შთანთქავს და ამით წერტილი დაესმება ამ საკითხს. მაგრამ უნდა დავაკვირდეთ, როგორ გაგრძელდება ეს დინამიკა. თუ ირანი ან მისი პროქსი ძალები ერაყში განახორციელებენ შემდგომ თავდასხმებს, ეს შეიძლება გამოიწვიოს უფრო მკაცრი პასუხი არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის მხრიდან. და ჩვენ უნდა შევცვალოთ პერსპექტივა, უნდა შევცვალოთ სცენარი აქ. ეს აღარ არის კითხვა, ჩაერთვებიან თუ არა ისინი საბოლოოდ სამხედრო მოქმედებებში საჯაროდ. არც არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და არც საუდის არაბეთს არ დაუდასტურებიათ. ამიტომ ეხლა ჩვენ ვართ ახალ რეალობაში, სადაც არსებობს ღია კონფლიქტი ორივე მხარეს, ირანსა და მის სპარსეთის ყურის არაბ მეზობლებს შორის. და ეს დამოკიდებული იქნება ირანზე და მის მუდმივ აგრესიაზე ამ ქვეყნების მიმართ, რაც სავარაუდოდ განსაზღვრავს საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების რეაქციის ტონს. თუ ომი კვლავ განახლდება, ნიშნავს ეს იმას, რომ ეხლა რეგიონულ ომთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ადრე ვიყავით. ჩვენ უკვე რეგიონულ ომში ვართ, რადგან ირანმა ყველა ქვეყანას რეგიონში შეუტია. მესმის. მაგრამ თქვენს გესმით, რომ თალარი შიში ის იყო, რომ უფრო აშკარა ომს ვიხილავდით და არა ესეთ ფარულ დაპირისპირებას, აქ-იქ მცირე შეტაკებებს. დიახ, ნახეთ, ემირატებისა და საუდის შეტევები ირანზე იყო კონკრეტული საპასუხო დარტყმები მათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმებზე. ვფიქრობ, ეს არის დინამიკა, რომელსაც უნდა ველოდოთ, თუ ომი განახლდება. ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ ვიხილავთ ისრაელის გამანადგურებელ თვითმფრინავებს, რომლებიც ამერიკულ, ემირატულ და საუდის გამანადგურებელ თვითმფრინავებთან ერთად საბრძოლო გაფრენებს ასრულებენ. ჩვენ ჯერ არ ვართ იმ ფანტასტიკურ რეალობაში, რომლის ნახვაც ბევრი ისრაელელს შეიძლება სურდეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი თავს შეიკავებენ საპასუხო ქმედებებისგან, როგორც ეს წარსულში ვიხილეთ. ამ 40 დღიან ომში, რომლის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმშიც ჯერ კიდევ ვიმყოფებით, მაგრამ რომელიც ოფიციალურად ჯერ არ დასრულებულა. კარგი, არიელო სერანი, დიდი მადლობა ამ ახსნისა და დეტალურად განმარტებისთვის. გმადლობ.